გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი გიორგი კინწურაშვილთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში მესიჯი აკაკი საღინაძის სამშვიდობო გზავნილს გაგაცნობთ. მიამბე აფხაზეთზე, თეადარჩიას მოგონებები აფხაზეთზე. გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბების საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე. მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ვითარება. განიხილეს დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არ გამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშად არსალიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად შეაფასა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო დისკუსია კვლავ ვერ შედგა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე. იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს. საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლამ არაერთი ჩვენი გმირის და ათასობით მშვიდობიანი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 2300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზობლად დაკარგულად მიიჩნევა. მათი ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენის პროცესი, ისევე როგორც მათი ოჯახების დახმარების პროცესს სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და ეგიდით. ამ ეტაპზე გადმოსვენდა 8 ადამიანი, აქედან 5 იყო სამხედრო, ერთი გადაასვენეს დღესდღეობით ფოთში, 4 იგზავნება თბილისში, სადაც ჩვენი გმირების სასაფლაოა და ეს პროცესები კიდე გაგრძელდება და ჩვენ ყველა მეომრები მადლიერი ვართ იმ ხალხის, ვინც ამ პროცესშია ჩართული და გადმოყავთ, გადმოასვენებენ ჩვენს ნაომარ ბიჭებს და ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ვის დაღუპულები არიან. ჩვენი გმირები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს არის ნიშანი იმის, რომ ყოველთვის ურთიერთობა მოლაპარაკებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, წითელი ჯვრის ჩართულობით, სახალხო დიპლომატიით, იმიტომ რომ ნუ გვაქვს ჩვენ იმის ხედვა, რომ მარტო ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენ დაღუპულ მეომრებს საპირისპირო მხარესაც ურთიერთ ინფორმაციის გაცვლის შედეგად ბევრმა ოჯახმა დაიბრუნა თავიანთი მიცვალებულები
და მე იმედი მაქვს და მჯერა იმის რომ ეს ხერხლი უკვალოდ არ ჩაივლის. კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო ჩვენ გმირებს, ჩვენს მებრძოლებს, მეომრებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს ღირსებისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შეწირეს და გადმოსვენებულებიდან 4 არის გმირი, ორდენით დაჯილდოვებული. განსაკუთრებით მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების შედეგად აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია დაღუპულთა დედებისთვის, ოჯახებისთვის, როგორც ქართულ მხარეს, ისევე აფხაზურ მხარეს. ბოლომდე დაუცადეს ხალხის გამოსვლას და თვითონ ვერ გამოვიდნენ. აი ეს ერთადერთი რამ წინს დედაჩემს ენახა რომ გადმოასვენეთ და დაუძალეთ, პატივი მივაგეთ. მადლობა იმ ხალხს, ვინც გადმოასვენეს, პატივი მიაგეს გმირებს. ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო დადგენილი იყო თუ რა სახის საბუთები გააჩნიათ დევნილებს მათ საკუთრებაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საერთოდ თქვათ აქ თუ არა სურვილი რომ მათი საკუთრება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. გამოკითხულთა 352 ბენეფიციარს შორის შედეგი მივიღეთ რომ 52%-ს არ გააჩნია არანაირი საბუთი, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. დევნილებს აქვთ მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათი უფლება იქნება დაცული და მათი კერძო საკუთრება იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ჩვენს დევნილ მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და ერთ-ერთი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთრების პრობლემა. თუ დევნილებს ექნებათ ხელში დოკუმენტი, რომ ისინი არიან მესაკუთრენი გარკვეული ქონების ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო სასამართლოების გამოყენებით სამართლებრივი ომი გაუჩაღოთ ოკუპანტს. ჩვენ შეტანილი გვაქვს შესაბამისი მიმართვები, მოხსენებითი ბარათი, როგორც პარლამენტში, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ჩვენ ველოდებით პასუხს და მე ვიმუშავებთ მთავრობასთან, ვიმუშავებთ პარლამენტთან, რომ ეს საკითხი როგორმე მოვაგვაროთ. დღეს რო ჩავატარეთ კვლევის პრეზენტაცია, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ფენიქსის ოხუმი ქვია, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობს, მათ კვლევა ჩაატარეს და კვლევამ ცალსახად დაადასტურა, რამდენად აქტუალურია ეს თემა დევნილებისთვის. დამის თაობაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მუშაობს ცენტრალურ ფედერალურ სტრუქტურებთან, საჯარო რეესტრთან, იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს პარლამენტთან, მის შესაბამის კომისიასთან და საკმაოდ კარგი კონსულტაციები ჩვენ მქონდა იუსტიციის სამინისტროსთანაც მათ შორის. დღევანდელი შეკრება იმითაც არის საინტერესო, რომ მე ხარიც არ ვლაპარაკობ ამ კვლევის, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს ფედერალური სტრუქტურებიდან, რომ ამის ძალიან დიდი ხნით გადატანა არც პრაგმატულია და არც სამართლებრივად გამართლებული, ამას სჭირდება ძალიან გააზრებული, ძალიან ფაქიზი დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურები. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, შიშიმ თემისთვის და ვულოცავ ყველას თქვენი საშუალებით. მინდა რომ იყვნენ უფრო აქტიურები, უფრო მებრძოლები, უფრო სიცოცხლით სავსე და მხიარულები არ შეუშინდნენ არანაირ დაბრკოლებას და გამოწვევებს. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ეს არის და არ დანებდნენ არასდროს. ძალიან დიდი მადლობა აფხაზეთის კულტურის და განათლების სამინისტროს, რომ აი ესეთ კარგ ღონისძიებებს ატარებს და ვთვლი რომ რაც
უფრო ხშირი იქნება, მით უფრო კარგი იქნება და რაც უფრო ხშირი სახე მიეცემა, ესეთ შეკრებებს დღეს აი ბავშვების სიმღერაზე და ცეკვაზე ვიგრძენი რომ იყო სწორედ ეს იყო ის ბედნიერება, რაც გვჭირდება გვაკლია და ის სიყვარული, რაც ზოგადად საზოგადოებას აკლია. ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის, იმიტომ რომ ეს საჭიროება არის და მუდმივად იქნება და მთავარი, რასაც ზოგჯერ ვაწყდები თუნდაც სკოლებში სიარულისას, უნდა იყოს ძალიან სწორი და ჩვეულებრივი მიდგომა, ასე ვთქვათ. არ უნდა იყოს ეს განსაკუთრებულობა, ხაზგასმა და აი ამ გზაზე ნელ-ნელა მგონია რომ რაღაცებს სწავლობთ. ძალიან მიხარი რომ დღეს იყვნენ ჩვენი ბავშვები, გავიცანი, ბევრ მათგანს არ ვიცნობდი, პირველად შევხვდი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარი არსი, რეზუმე შეიძლება იყოს ის, რომ შესაძლებლობები რეალურად არის უსაზღვრო და ეს შესაძლებლობები ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ. დაახლოებით 200-მდე ოჯახს მივაწოდეთ ცირედი ჩვენი საჩუქარი სოციალური სოლიდარობის ფონდის მიერ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ეს არ არის ბიუჯეტის თანხებით შექმნილი ფონდი, ეს არის ხელფასებიდან, როგორც დეპუტატების, ასე თანამშრომლების ხელფასებიდან ყოველთვიურად ფონდში გადარიცხული თანხა და იმ დევნილებს, რომლებიც ჩვენ მოგმართავენ სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა ჩასახლებებიდან, ვცდილობთ დავეხმაროთ. ვეხმარებით აბსოლუტურად ყველას, ვინც მოგმართავს. ძალიან დიდი განსხვავება იმ სოციალურად დაცულსა და დაუცველს შორის ყოველთვის არ არის. ამიტომ ჩასახლებაში არავის არ ვტოვებთ და სხვათა შორის იმ ჩასახლებაში თუ არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, იმათაც ვითვალისწინებთ. ეს არის სოლიდარობის ფონდის მიერ მორიგად ჩატარებული აქცია, რომელშიც არის მობილიზებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრების შემოწირულობა, რომელიც ყოველთვიურად გროვდება და დავდივართ ქალაქებში, რაიონებში, კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში. ეხლა ვართ ბორჯომში, კიდევ ვაპირებთ მე ქუთაისში, ზესტაფონი, ზუგდიდი და ამ შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მუდმივ კონტაქტში ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან. სოციალური ფონი საკმაოდ რთულია, ძნელია, მით უმეტეს ამ COVID ინფექციის პირობებში, ამიტომ ნებისმიერი დახმარება მოცულობითი იქნება, რა მოცულობითი, ეს არის ის, რაც აუცილებლად ჭირდება ჩვენს ხალხს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს ამ COVID სიტუაციაში, ეს არის კეთილი ნება უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, თანამშრომლების, რომლებიც საკუთარი ხელფასიდან გამოყოფილი თანხით ვახერხებთ რაღაც ყურადღება მივაქციოთ. ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეწყვეტილი ქონდა, რომ არ ჩაეთვალათ, რომ ეს წინასაარჩევნო ნობათი იყო და რაღაცის გულისთვის ვაკეთებდით, არ ყოფილა ეს ასე. უკვე თითქმის 2 წელია, რაც ჩვენ ამ საქმიანობას ვეწევით. ეს არის ძალიან ცნობილი პიესა, ჯონ ბოიტონ პრისტლის ინგლისელი დრამატურგის დეტექტივი, რომელიც ჩვენ გადმოვაქართულეთ და მოქმედება ვითარდება 1920-იან წლებში.
გადმოვიტანეთ საქართველოში, რათა უფრო ახლო ყოფილიყო ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ის პრობლემები, რომელიც აქ ვითარდება. გვიხარია ის, რომ ჩვენ დარბაზში ვატარებთ ამ პრემიერას. მართალია მხატვრული განათლება არ აგვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ პირდებიან, რომ მალე გვექნება. ასე რომ ნელ-ნელა ვიქოქებით და ეს თეატრი ალბათ მომავალში გადაიქცევა ქართული თეატრის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად. ამ სეზონში პირველად მოგვიწია სპექტაკლის თამაში, ძალიან ესე დაუძლებელ რაღაცად გვეჩვენებოდა უკვე ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც იქნა მოვახერხეთ, იმიტომ რომ ტექნიკური, ფინანსური, პანდემიური ძალიან ბევრი პრობლემა ერთმანეთს მიყვადა, ვერ ვახერხებდით. საბედნიეროდ მოვახერხეთ და მე მგონი, არ ვიცი, მაყურებელი ძალიან კმაყოფილი იყო. აკაკი საღინაძე ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური გაძლიერება დემოკრატიისთვის ხელმძღვანელია. აკაკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და სწორედ ამაში ხედავს იგი კონფლიქტის მოგვარების გასაღებს. 16 წლის ვიყავი, როდესაც ევროკავშირმა პირველად აფხაზეთში მსხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად დავქსვა და უბრალოდ გვათამაშა კომპიუტერული თამაში. რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე მარტივად რატო ჩაიარა ამ ყველაფერმა. სინამდვილეში ეს მარტივი პროცესია. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებსაც არ გვინახავს ომი. ეს არის ის თაობა, რომელმაც და ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებმაც წესით უნდა მივხვდეთ იმას, რომ ეს ორი ტერიტორია ერთი ქვეყნის ცალ-ცალკე ვერ იარსებებს და ვერ ექნება წარმატება. ალბათ ხედავთ საქართველოს როგორ როლს თამაშობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ეს არის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას, ავითარებს ეკონომიკას, ახალგაზრდებს გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში, გავცდეთ საზღვრებს, გავიჩნოთ ახალი მეგობრები. ეს სიკეთეები ჩვენ თანაზიერად უნდა გავხადოთ და გაერთიანების გარეშე, სოლიდარობის გარეშე და იმის გარეშე, რომ ხიდი ჩვენ ადრე თუ გვიან ვერ ავაშენოთ, ალბათ არანაირი წარმოსახვა და არანაირი საინტერესო რამ არ ელოდება ამ მიწას და ამ ტერიტორიას. როცა ვსაუბრობ სხვა ქუთაისელ ჩემს თანატოლ ახალგაზრდებთან ამ თემაზე, მართალია დიდ როლს დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ და დიდ ყვალს ჩვენ ამ წუთას ვერ ვიქონიებთ ამ საკითხზე. თუმცა იმის რწმენა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენმა თაობამ უნდა მოაგვაროს და აუცილებლად მოაგვარებს. მშვიდობა ჩვენს შორის აუცილებლად აღწევს. მიანბე აფხაზეძე, ცნობილი მოცეკვავე, ცეკვის სახელოსნო თედასის დამფუძნებელი თეადარჩია, აფხაზეთში გატარებულ ბავშვობის ბედნიერ წლებს იგონებს და საინტერესო ისტორიებს აცოცხლებს. რა სიყვარული იყო, როგორი ურთიერთობები იყო, როგორი სასწაული იყო აფხაზეთი. ჩემო ოჯახში საერთოდ ქობულეთი და ბათუმი დასასვენებლად არც მოიაზრებოდა. ისევე როგორც უმეტესობისთვის. თუ იქ სახლიდან ათესაობა არ ყავდა. ყველა მივდიოდით რა თქმა უნდა აფხაზეთში დასასვენებლად. მახსოვს ემოციურ დონეზე, ფერების დონეზე. მახსოვს განათებას, როგორ იცვლებოდა განათება, როგორც კი აფხაზეთის გზას დავადგებოდით. განათების სვლასთან ერთად იცვლებოდა ვიზუალი. აი ეს მახსოვს შეგრძნებების და აი ესეთი რაღაცნაირი სითბოს და მზის სხვანაირი სინათლის შეგრძნებებით. ფლეშებად მახსოვს, ფოტოებად მახსოვს, ისტორიებად მახსოვს, მაგრამ ეს ძალიან მალე ჩაქრება ეს ყველაფერი და დამავიწყდება რა თქმა უნდა. რატომღაც არც მომსვლი აზრად, რომ შვილებს დავუჯდე და მოუყვე. და ალბათ ჩემნაირი ძალიან ბევრია და ეს ძალიან ცუდია. იმიტომ რომ თქვენ რომ არა და ის ადამიანური სიყვარული რო არა, რომლებიც ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხლობს, ძალიან იოლია რომ შეეგუო იმას, რაც არის. მე მახსოვს ბედნიერი ბავშვობა, მახსოვს სასწაული ბუნება, მახსოვს ამინდი, რომელიც არასოდეს არ ფუჭდებოდა და ცას პრინციპში მხოლოდ
დასატკბობად ვუყურებდით, მახსოვს სხვა ფერის, რატომღაც იგივე შავი ზღვა, მაგრამ სხვა ფერის იყო, სანაპირო სხვანაირი იყო. პალმები, ხეები, აი ესეთი ბრტყელი ფოთლები იყო მახსოვს, ხეები, ბრტყელფოთოლა ხეები, ვაპრიალებდით მე და ჩემი და ჩინგაჩქუგის ქუდებს ვიკეთებდით იმ ქუდებისგან. თავისივე ყლორტებით ვაბავდით ერთმანეთს. აი ეს მახსოვს არაჩვეულებრივი ზღაპრული სასახლე ხოფერიების. ეკა და თეა ხოფერიები. ერთად ვისვენებდით ხოლმე სასწაულ სასახლეში, რომელიც ზღაპარს გავდა, იმიტომ რომ ესეთი გრძელი კიბეებით, ესეთი გრძელი ლამაზი კიბეებით ჩადიოდი პირდაპირ სანაპიროს. და მაღლა ესეთი გრძელი სახლი იყო, მახსოვს ყავას როგორ ფქვავდნენ დედიკოები, ჩვენ ხის ქოშებით როგორ დავკაკუნობდით, ძალიან მოდაში იყო ეს ხის ქოშები, ესეთი გადასაჭერებით აქ და მახსოვს რა ფერები ვიყავით მე და ჩემი და მულატკებს გვეძახდნენ, ხუჭუჭები ვიყავით პატარები და ძალიან ვშავდებოდით. მახსოვს საუზმეები ვისხედით გახსნილ აივანზე, კი არა და აი როგორც ვერანდაზე და დაბლა ზღვადამზე, ნუ რაღაცა სწავლები და მინდა რომ კიდე და კიდე ამოყაროს ტვინმა რაღაცა ესეთები, იმიტომ რომ ძალიან გული მწყდება. ზუსტად ვიცი როგორ უყვარვართ იმ ხალხს. პანდემიის დროს ჩართვები მქონდა სოხუმიდან, პირდაპირი ლაივები. როგორ გვეფერებია, როგორ უყვარვართ. სიკეთით გონებას თუ ჩავთავთ სიყვარულით. ყველაფერი კარგად იქნება. მე რომ მივედი ანსამბლში, მაშინ არ იყო ჯერ აფხაზური ცეკვა და ჩვენიერ დღეს ნინო რამიშვილმა გამოაცხადა, რომ ვდგავ ახალ ცეკვას აფხაზურს. რაღაცა ეტაპამდე ცხოვრების სანამ რავირ დავირიე, ვერ ხვდებოდი განსხვავებას, ვინ იყო ოსი, ვინ იყო სომეხი. მე მივხვდი, რომ აფხაზეთი ცალკე რეგიონია. ხვდები? აფხაზეთი ზღვადამზე და ანუ ხვდები, მაშინ დაუფიქრდი, რომ ცალკე ენაა, ცალკე დიალექტია, ცალკე და ცალკე ხალხია, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ჩვენ მიწაზე ერთად ვცხოვრობთ. და ცეკვა რომ გვაჩვენა რა სტილის და რა მანერის იყო, მივხვდი რომ თლად ჩვენი ხალხია. ჩვენებურები არიან. ისეთი მოძრაობებია, ისეთი ლამაზია. უნდა გავიაზროთ ვის რა შეგვეშალა პირველ რიგში. შევრიგდეთ სასწრაფოდ და ერთად გავიქცეთ წინ. ფრენით, ცეკვით. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე.